ერთი მორწმუნე ადამიანი წლების განმავლობაში ერთ კონკრეტულ ცოდვას ებრძოდა, რომელიც ცოდვაც მას ღმერთთან დაახლოებაში უშლიდა ხელს. ეს ადამიანიც ფიქრობდა ხშირად, როგორ შეიძლება რომ მე ღმერთის სიყვარულის ღირსი ვიყო? ეკლესიაში დადიოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ თითქოს მის წინაშე დიდი უფსკრული იყო, რომელიც ღმერთს აშორებდა. მიუხედავად ამისა, როცა ეს ადამიანი გულწრფელად ლოცულობდა რაღაცაზე, ღმერთი პასუხს სცემდა მას. სირთულის ჟამს კი სხვადასხვა ადამიანს უგზავნიდა, გასამხნევებლად და სანუკეშებლად. წლების შემდეგ ამ მორწმუნემ გააცნობიერა, რომ ღმერთი გამუდმებით მასთან იყო და უჩვენებდა თავის უწყოთ სიყვარულსა და მსრულნელობას. სწორედ ამის გაცნობიერების შემდეგ შეძლო ამ ადამიანმა ღმერთის სიყვარულსა და სრულის დაჯერება, ხოლო ამის შემდეგ შეძლო მან უფლის ნდობა. ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ღმერთი მუდამ თავისი ხალხის გვერდით იყო და არასდროს ტოვებდა მათ, რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: თავად მე მოვიკითხავ ჩემს ზღვარს და მოვძებნი მას. ღმერთმა ეს სიტყვები თქვა მას შემდეგ, რაც ისრაელიანები მიატოვეს მათმა წინამძღოლებმა და რაც ისინი ეუჩნენ თავიანთ ჭეშმარიტ წყენს უფალს. მაშინაც კი, როდესაც გარემოებათა უმწვერულ მსხვერპლნი ვხდებით, თუ საკუთარი ცოდვის შედეგებს ვებრძვით, ღმერთი თავს არ გვანებებს და სიყვარულს იჩენს ჩვენდამი. თავისი მადლითა და წყალობით ისევ თავისკენ გვიზიდავს და თუ დაგავიწყდათ უფალი, გაიხსენეთ ის და მიბრუნდით მისკენ, გაყევით მის ნაკვალევს და იარეთ მასთან ერთად ყოველდღე.